ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება მარტო საქართველოს არ ეხება, ეს ეხება ყველა იმ მესამე ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირმა მიანიჭა ვიზა ლიბერალიზაცია, თუმცა ევროკავშირი დააკვირდა პროცესს და აღმოაჩინა, რომ საკმაოდ ბევრჯერ დაფიქსირდა, რომ აი ასეთი კარგი რამის მინიჭების შემდეგ დემოკრატიული უკუსვლა ძალიან ბევრ ქვეყანაში, ასე რომ ვთქვათ, გამეორდა, გაუარესდა პირიქით ადამიანის უფლებების დაცვა, პოლიტიკური თავისუფლებების მდგომარეობა და ასე შემდეგ. ამიტომ მათ შემოიღეს სწორედ ახალი მიდგომა, როდესაც თქვეს, რომ თუ ამ ქვეყნებში უარესდება არა მარტო მიგრაციული პოლიტიკა, არამედ ადამიანის უფლებების, მათი პოლიტიკური გამოხატულების შესაძლებლობები, ეს შეიძლება იქცეს საბაბად, უფრო გაცილებით მარტივი პროცედურით ვიზა ლიბერალიზაცია ნაწილობრივ ან სრულად შეუჩერდეს ამ ქვეყანას, სანამ არ დაუბრუნდება კვლავ იმ ასე რომ ვთქვათ გზას, რომლის გამოც მიენიჭა მას კიდევაც ვიზა ლიბერალიზაცია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რატომ არის ევროკავშირისთვის ეს მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ევროკავშირი არის ღირებულებითი გაერთიანება, სადაც ადამიანის უფლებები, დემოკრატია, თავისუფალი გამოხატვა აზრის, ხო, არის მნიშვნელოვანი ფუძემდებელი პრინციპები და ის ქვეყნები, სადაც დარღვეულია ეს პრინციპები, თავისთავად ცხადია, არ წარმოადგენენ უსაფრთხო ქვეყნებს ამ ევროკავშირისთვის და თავისთავად ცხადია, ისინი ცდილობენ თავიანთი მოქალაქეები დაიცვან აი ამ ასე რომ ვთქვათ ქვეყნებისგან, სადაც თავისუფლება ნაკლებად არის, სადაც დევნიან ადამიანებს, დევნიან პოლიტიკურ ასე რომ ვთქვათ ოპონენტებს და ასე შემდეგ. თუ ევროკომისია დაადგენს, რომ საქართველოში გაუარესდა ადამიანის უფლებების მიმართ სასამართლო არის დამოუკიდებელი და არ არის თავისუფალი, თუ პოლიტიკური პროცესები არის მონოპოლიზირებული ერთი ძალის მიერ, თუ ავტორიტარიზმისკენ არის გადახრილი ქვეყანა, მაშინ ის იმსჯელებს და სრულად ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეუზღუდავთ ამ ვიზა ლიბერალიზაციის სარგებლობას. ეს არ გავრცელდება მარტო დიპლომატიურ, ასე რომ ვთქვათ, პასპორტებზე, არამედ გავრცელდება უკვე მთელს ქვეყანაზე.